ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს კახეთს 300,000-ზე მეტი საერთაშორისო ტურისტი ეწვია. ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავთ საოჯახო ტიპის მარნები. თემაზე სასაუბროდ ჩაგვერთვება მარანი ველისციხურის მფლობელი მაია არუთინოვი. მაია, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორ დაიწყეთ თქვენ სეზონი, სტუმრობენ თუ არა აქტიურად საერთაშორისო ვიზიტორები? მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს საყვარელ ტელევიზიას და ჩვენს მსმენელს. მოკლედ, ტურისტების რაოდენობა წელსაც ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მაქვს ინფორმაციები და წვდომა, თუმცა ველისციხურში ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ გზები ამოუწესრიგებელი და ეს ინფრასტრუქტურა საშველი არ დაადგა. გასულ წელს 6 ტურისტულ კომპანიასთან გავაუქმე ხელშეკრულება იმის გამო, რომ გზის პრობლემა იყო და წელსაც შესაბამისად აღარ განაგრძეს და ამბობენ, რომ როცა რეაბილიტაცია დაიწყება და ეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, იმ შემთხვევაში შემოვალთ, რადგან ტრანსპორტი ფუჭდება. ეს ძალიან გუშლის ხელს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ტურისტების რაოდენობა ძალიან ბევრია საქართველოში, იმიტომ რომ აღიქვამენ როგორც ერთადერთი მშვიდი და ესეთი უსაფრთხო ქვეყანა და ძალიან ბევრი ვიზიტორი მოდის. სულ მაქვს წვდომა ჩვენ ყოფილ ტურისტებთან, ყოველთვის ძალიან თბილად და კარგად იხსენებენ ველისციხურს და საქართველოს და კიდე აქვთ სურვილი, რომ ჩამოვიდნენ და დაბრუნდნენ. ძირითადი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა სოფელში, რაც საშინლად არის მოუწესრიგებელი და რაც 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2026 წელია და რა ვიცი, ხა ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს, მაგრამ მე უკვე აღარ მჯერა ამ ამბის. ჩვენ როგორც მოგვაწოდა ინფორმაცია ველისციხეში სოფლის წარმომადგენელმა, რამდენიმე დღეში იგეგმება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. ჩვენ სოფლის წარმომადგენელი არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან გულმხურვალეთ სჯერა, რომ ეს ყველაფერი აღდგება და დაიწყება, მაგრამ რა ვიცი, მე სამწუხაროდ ნიჰილიზმი მაქვს, იმიტომ რომ 2020 წლიდან დაიწყო ეს ამბავი. მე მესმის, რომ ეს წყლის პრობლემა მოგვარდა და ჯერ ეგეც არ მოგვარებულა სრულად. მესმის, მაგრამ აი ნებისმიერ სხვა სოფელში, სხვა უკიდურესად გაჭირვებულ ინფრასტრუქტურის მქონე სოფელშიც კი მოწესრიგებულია, გამართულია ინფრასტრუქტურა, ველისციხეში არის უკიდურესი მდგომარეობა. და ეს 100%-ით აისახა ტურიზმზე. მაია, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობენ ხოლმე ვიზიტორები? ევროპის ყველა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ფრანგული ჯგუფი მყავს წელს მიღებული, ვინც კი ახერხებს, რომ აი ესე რაღაცა ეხა მოვიფიქრეთ ახალი გზა და ის ყვარლის მუნიციპალიტეტიდან შემოყვავს და ნუ რაღაცნაირად უფრო ჩვენთვის ხელსაყრელია და მათთვისაც. ფრანგები ყავს, ჩეხები ყავს, სხვათა შორის წელს 2 უკრაინული ჯგუფიც ყავდა. რა ვიცი, აი ესე ვერ გამოვყოფ, რომელია ის უფრო ხშირად, მაგრამ ყველა რაღაცნაირად დაბალანსებული, როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ისე ევროპული ქვეყნებიდან, გერმანელებიც ძალიან ხშირად დადიან. და ძალიან მოწონთ კახეთი და ველისციხური. როგორც ვიცი, აქტიურად მასპინძლობთ ხოლმე სკოლის მოსწავლეებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და სთავაზობთ მასტერკლასებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითადი თბილისური ჯგუფები, ვინც მოდიან ჩვენთან ექსკურსიაზე, ესენი არიან 0 კლასიდან ბაღის მოსწავლეებიც ყავს და მე-12 კლასის ჩათვლით. ხშირია შემთხვევა, რომ აი მაგალითად არ უნახავთ თონე და თონეში პურის ჩაკვრა. ეს ძალიან მოსწონთ ამ მასტერკლასს აკეთებენ. ჩურჩხლის ამოვლება, შემოდგომით გვაქვს ხოლმე რთვლის მასტერკლასები, ანუ თვითონ მიდიან კრეფენ ყურძენს და შესაბამისად ესეც ძალიან მომხიბვლელია მათთვის. რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ეს ტრადიციები და ეს ჩვენი კუთხის კულტურა შევინარჩუნოთ და ეს მათთვის, აი ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის ძალიან მომხიბვლელია და ძალიან მოსწონთ, აღფრთოვანებულები ბრუნდებიან ხოლმე უკან. და სხვათა შორის გასულ წელს ყავდა ესეთი 25 ჯგუფი, აი დათვლილი მქონდა, 25 სკოლა იყო მოსული და წელს ფიქრობ, რომ გზის პრობლემა თუ მოგვარდა გაორმაგდება, იმიტომ რომ ყველა კმაყოფილია და გვაქვს კონტაქტი ერთმანეთთან, მასწავლებლები სულ გვწერენ და იმ სკოლის პედაგოგები, რომლებიც აქ იყვნენ,
ეხლა სხვა კლასის ბავშვების ჩამოყვანას გეგმავენ. და ბოლოს განსაკუთრებით რა იზიდავთ მარანველის ციხურის სტუმრებს და თქვენ როგორ ცდილობთ განვითარებას და სერვისის დახვეწას? კახური კულტურა, ნინო, ძირითადად მოსწონთ ეს ჩვენი ტრადიციული კერძები, მწვადი, მარინადის გარეშე, თათარა, ჩურჩხლის ამოვლება, დედასპური, სხვადასხვა ღვინოები, რა თქმა უნდა, და ეს ღვინო იმითია გამორჩეული, რომ ეს ჩვენ არა გვაქვს ხარხნული წესით და ჩვენივე მამულიდან მოყვანილი ყურძნით წურავთ და ვაყენებთ ღვინოს. ქვევრში ღვინო რო აი გადახდიან და ამ 4 ტონიან ქვევრში დაინახავენ ღვინოს, აი ეგ არის ხოლმე მათთვის ძალიან მომხიბვლელი. ეს ყველაფერი აი ეს შეკრული ძალიან კარგი ტური გამოსდით და არა მარტო უცხოელებს, არამედ ქართველებსაც ძალიან აღაფრთოვანებთ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, ეთერის დათმობისთვის და ამხელა სითბოსთვის. კარგად იყავით.